გამას ისტორიაში ყველაზე დიდი ორთაბრძოლა. ორი მსოფლიო დონის მებრძოლი საბურავების რინგს 25,000 ლარისთვის გაიღობს. ნაირ ახალქალაქელი მელიქიანი რინგში ისე დომინირებს, როგორც არავინ. დაცვლიან დარტყმებს, მაგრამ ნაირი ჯობნის მას გასვლებში მიიღო ისევ დავითმა დარტყმა მარჯვენა ხელით. 37 წლის ვლადიმერ იოსელიანსკი ბრძოლებში ყველაფერი უნახავს, რისი ნახვაც შეიძლება. განახოსლა რა იქნება როგორ გამოიყო? აი ეს კარგი იყო იოსელიანსკი. აი ესეთ რაღაცებს არ არის შეჩვეული ჯაჯანიძე და ესეთი რაღაცები უნდა გამოიყო. კიდე ერთი დარტყმა ტრიალში ეს იყო. 26 აპრილს ქართულ საბრძოლო რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გამოავლენს. ვინ არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო? რინგში უსასტიკესი, რინგის მიღმა კი სპეტაკის სულის პატრონი. მელიქიანი თავის დროის ნახევარს სავარჯიშო დარბაზში, ნახევარს კი ეკლესიაში ატარებს. მინდა გითხრათ, რომ პატარაობიდან ცელკი ბიჭი ვიყავ. ყოველთვის ვჩხუბობდი ქუჩაში, სკოლაში და საბავშვო ბაღშიც კი. 2007 წელს მახსოვს დედაჩემმა მიმიყვანა ეკლესიაში. ამ დღის მერე მე შევიცვალე და ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. სწორედ აქედან იწყება ჩემი ახალი ცხოვრება. ეს ყველაფერი კი მე ძალიან დიდ ძალას მაძლევს და უფრო კარგად გრძნობ თავს, როცა ღმერთთან ახლოს ვარ. ვფიქრობ, რომ ღმერთის გარეშე ჩემს ცხოვრებაში ვერაფერს მივახცევ. ყოველთვის ბრძოლის წინ ლოცულობ. ხანდახან ფიზიკურად და მორალურად სუსტად გრძნობ თავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ღმერთის დახმარებით და მასთან ახლოს ყოფნით ბრძოლაში წარმატებას მივაღწევ. ჩემი რწმენა და ჩემი ღმერთი დიდ ძალას მაძლევს სპორტში. როცა რინგზე შევდივარ, საერთოდ არ ვფიქრობ წაგებაზე ან ტრამვაზე. იმიტომ რომ ჩემთან არის ღმერთი და ყოველთვის მეხმარება გამარჯვებაში. იმ კოჩუმ եկեղեցու մեջ 2017 წლიდან სტიქაროსანი ვარ. 2017 թվականին. ყოველ კვირა დღეს კი სულ ეკლესიაში ვარ და ვეხმარები პატარებს, რომ კარგად ისწავლონ ისტორია, საეკლესიო სიმღერები და წესები. ეკლესია ჩემთვის ძალიან წყნარი და მნიშვნელოვანი ადგილია. Ինչ քահանաներն են ասել, ես էլ իմ այդ փորձը փոխանակում. დიდება უფალს მე ჩემი ცხოვრება ღმერთის გარეშე ვერ წარმომიდგენ. հզոր տեղ է ու միակ հանգիստ տեղը գտնում եմ այստեղ ու հիմա բախքի շրջան է, շատ դժվար շրջան է. ეხლა ძალიან მძიმე პერიოდია, რადგან ყველა მარხულობს. Հիսուս Քրիստոս հաղթում է սատանային. მეც მარხულობ და ყველას გისურვებთ, რომ იყოთ ძლიერები ამ დროს. Հիմա բախքի մեջ ենք բոլոր քրիստոնյա ժողովուրդը
ჩვენც უფლის გზით გვევლოს და როგორც ქრისტემ გაიმარჯვა ბოროტზე, ასე გაგვემარჯვებინოს ჩვენც. Դառնանք դեպի Հիսուս Քրիստոս ու հզորանանք. Շատ մարդիկ ինձ քննադատում. ხალხი მაკრიტიკებს იმის გამო, რომ ეკლესიაში მუშაობ და თან ვჩხუბობ. պետք է որ մարդուն ցավացնես, մարդուն խփես. Ասեմ, սիրելի ժողովուրդ, սիրելի քույրեր եւ եղբայրներ, այս პატივცემულო ხალხო, დებო და ძმებო, მინდა გითხრათ, რომ უფლის მიერ მიცემული მადლი და შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. Աստված իմ ձեռից կվերցնի. Փողոցում կռիվ չեմ անում. რაც შეეხება ჩემს მღვდლებს, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით დგანან და ლოცულობენ ჩემი გამარჯვებით. Միշտ Աստված է. Իսկ քահանաների մասին ասեմ, որ քահանաները ինձ դուխ են տալիս, ասում են, որ գնամ ինչև վերջ. ამ ფინალურ ბრძოლაზეც ისინი ჩამოდიან ჩემ გვერდით დასადგომად. Ես էլ ավելի եմ ոգևորվում. Անկամ մեր հոգևոր հայրերը այս մենամարտից կամային գալու են եզրափակչին ու ես շատ ավելի ոգևորված եմ, շատ մեծ դուխ եմ առել Աստծո կամքով. მე აქ ვცხოვრობ სამების ეზოში და თითქმის ყოველ დღე დავდივარ ეკლესიაში, ლოცულ, მაგრამ როგორც იტყვიან, თავარი არაა, მხოლოდ ტაძარში სიარული. თავარია რომ წმენა გულში ჰქონდეს. ღმერთი ყველგანა, არა მხოლოდ ტაძარში. ჩემთვის ყველაზე მთავარი რწმენაა. ჩემი რწმენა ბრძოლებში ძალიან მეხმარება. ბავშვობაში კრივის შესახებ როცა გავიგე, დავინტერესდი და ვარჯიში დავიწყე. როცა რუსეთში გადავედი, იქ დაიწყო ჩემი კარიერა. თავდაპირველად სამოყვარულო ბრძოლები მქონდა. მერე უკვე MMA-ის, კიკბოქსინგის და ასე შემდეგ. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება. ვოცნებობდი, რომ საქართველოს სახელით მებრძოლდი. რუსეთში როცა ვიბრძოდი, იქაც ყოველთვის საქართველოს დროშით გამოვდიოდი. რუსეთში ყოფნის დროს ჩემს ქართველობას ყოველთვის ხაზს უსვამს. ვიცოდი ვინ ვიყავ. ახლაც იგივე მინდა, რომ საქართველოს კარგად წარმოვაჩენდე. 26 აპრილს ბრძოლა მაქვს მელიქიანთან. კარგი ბიჭია, ისიც ჩემსავით მორწმუნე ადამიანია. ტაძარშიც მსახურობს. ღმერთმა იცის, ვინ მოიგებს და ვინ არა. თავარი ურთიერთპატივისცემაა. ბოდიშით საუბარი ქართულად მიჭირს. კარგად ვიგებ, მაგრამ როცა ლაპარაკს ვიწყებ, მიჭირს სწორედ წარმოდგა. ამიტომ მეშინია ლაპარაკის. სამაგიეროდ, სვანურად მშვენივრად ლაპარაკობ. სვანეთში პრაქტიკულად გავიზარდე. 2 წელი სვანეთის სოფელში ვცხოვრობდი. პატარა ვიყავი, ბაბუასთან ერთად მუშაობდი. თივას ვკაფავდით. იქ ძალიან კარგი ბავშვობა გავატარე. და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ იქ დავიწყე ჩხუბი. ყველგან ჩხუბობდით. ერთი სოფლის ბიჭები, მეორესთან. ვინც იყო ყველაზე ძლიერი, ის იყო მთავარი. ალბათ მაშინ შემიყვარდა ბრძოლა. ასე რომ, სვანეთში გავიზარდე და მერე წავედი, მაგრამ მაინც უკან დაბრუნება მომიწია. გული და ფესვები მაინც აქ მყავს. ახალ ქალაქს არაერთი დიდებული მებრძოლი გაუზრდია. არმან ცარუკიანი, ოთარ ერანოსიანი და მათ შორის ნაირ მელიქიანიც. პატარაობიდან იწყება ჩემი გზა სპორტში. იმ პაპან მაისტერ სპორტა ბოქსով 5 წლიდან დავიწყე ვარჯიში. მამა ჩემი მოკრივია, სპორტის ოსტატი და სწორედ მან შთამაგონა სპორტის სიყვარული. Այդտենց ասկսվել իմ պատմությունը սպորտի հանդեպ.
հետո զբաղվեցի կարատեով დავდიოდი კარატეზე Վանդամին հավասելով, պրոստինին հավասելով, Kickbox-ზე, հետո kickbox պարապեցի, հետո კრიუზე հետո ბოქსի եկա, და მერე MMA-ზე. ვიყავი ორგზის ევროპის ჩემპიონი და აზიის ჩემპიონი კიოკუშინ კარატეში. საქართველოს 4 გზის და სომხეთის 5 გზის ჩემპიონი. ტურნირներում Kickbox-ში პროფესიონალური რეკორდი მაქვს 15-0-ზე. პროფესიონალ მენამარტում տարել եմ 15. და ამასთან ერთად მაქვს უამრავი საერთაშორისო ტურნირი მოგებული მოყვარულებში. Հիմա չեմ կարող просто հիշեմ. ვარ კავკასიის ჩემპიონი კრიუში, საქართველოს პრიზიორი, MMA-ში კი სომხეთის ჩემპიონი და პროფესიონალური რეკორდი მაქვს 14-2-ზე. Вообще ես MMA-ն եմ շատ սիրել. MMA ძალიან ვაჟკაცური სპორტია და ამიტომ მე ის ძალიან მიზიდავს. Просто հիմա վնասվածքի պատճառով სამწუხაროდ ამ ეტაპზე მაქვს ტრამვა და ვერ ვახერხებ ჭკუს. თუმცა ღმერთის წყალობით იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. და UFC-ში მოვხდები. მაგრამ შიშველი მუშტებით ჭხუბი მომწონს და პრიორიტეტულია ჩემთვის. շատ եմ სիրում այդ սպորտը ու իմ սպորտն է այդ գուլաշտին. ვლადიმერ იოსელიანი ვეტერანი მებრძოლია, რომელიც როგორც ვიზუალურად, ასევე რინგზე სკილებით პრაიმში მყოფ ახალგაზრდა მებრძოლს გავს. იოსელიანი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო უშუ სანდას მებრძოლად მოიაზრება. როაჯერ გავხდი ციმბირის ფედერალური ოლქის ჩემპიონი, შემდეგ რუსეთის ჩემპიონი. 2022-ში კი უშუ სანდას საერთაშორისო ტურნირი, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენელი იყო, იქაც პირველი ადგილი ავიღე. Там тоже стал победитель этого турнира. Так что есть у меня დიდი ტურნირების გამოცდილება მაქვს. ტაილანდშიც ვიბრძოდი, ტაიბოქსში. გავიმარჯვე. ჩინეთშიც მიბრძოლია დიდ ორგანიზაციებში. в Китае хорошая организация Кунг-фу называется. უკვე 37 წლის ვარ. გამოცდილება საკმარისად მაქვს. Так что опыт есть. არმან ცარუკიანი ნინო წმინდიდანაა და ჩვენ გვქონდა ურთიერთობა. სპორტსმენერის მეკნა როცა ახალქალაქში ჩამოდიოდა, ერთად ვარჯიშობ. დარბაზին პარაპում էր մեզ հետ. Անգամ Իլիա Թոփուրյայի հետ եմ պարապել. Թոփուրյայի հետ. ასევე ვიყავი ილია თოფურიასთან ერთად სპორტზე. ավելի մոտիկ ենք էլի. ესპანეთში, ალიკანტეში. ու մենք բազում զբորներ ենք անցկացրել. და მის ძმასთან ალექსანდრე თოფურიასთან და გუნდთანაც ახლოს ვიყავ. გვივარჯიშია და პურიც კი გაგვიტეხი. Слышал, что ვიცი, რომ მელიქიანი თოფურიასთან ერთად ვარჯიშობს. შეკრება ჰქონდათ ერთად. На сборах были в Таиланде, он, как я понимаю, как слышал, что они очень хорошо მაგრამ готовились. არც მე ვარჯიშობდი სუსტად. Я не მე слабыми, მე ვარსკვლავების წინააღმდეგ მიბრძოლია კიდეც. дрался с ними, как взять его მაგალითად, ზაბიტ მაგომედ შარიპოვს ვეჭუბე რუსეთის ჩემპიონატზე. უშუ სანდაში. Я бы на равных почти. თანაბარი ბრძოლა იყო. მხოლოდ ერთი ქულით დამამარცხა. По высоте. სიმაღლეში, ხელის სიგრძეში უპირატესობა ჰქონდა. На 1 балл. ფინალში ის გახდა პირველი. მე მეორე. Первым стал я вторым. ბევრი დაღესტანელი მოწინააღმდეგე მყოლია, რომლებიც ახლა ბელატორსა და PFL-ში იბრძვიან. მოკლედ, ძლიერი მეტოქეები ჩემთვის უცხო არ არის. պետքա 2021 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო ჩემი პირველი ბრძოლა UFC-ის კონტენდერებში. բայց այդ մենամարտ տեղի չունեցավ, որովհետև მაგრამ ეს ბრძოლა სამწუხაროდ ვერ ჩატარდა. որովհետև դանավայթ իրենց ավելի ոնց ասեմ, ավելի բան տեսավ։ ეს ბრძოლა უნდა გამემართა ალიევთან, მაგრამ ვიზა არ მომწეს და ვერ წავედი. դրա համար այդպես տեղի չունեցավ, բայց ես դրանից თუმცა ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე მას შემდეგ უფრო მიზანდასახული და მოტივირებული ვარ. պետք է հասնեմ իմ մարշի օգնությամբ, իմ հարազատների օգնությամբ ու Աստծո փառքով գլխավորը։ մենք վաղուց ենք ուզեցել რაც შეეხება გამას, მე და ჩემ წვრთნელს დიდი ხანია გვინდოდა ჩხუბი გამაში. պետքա սպარինգների գա, ეს ნამდვილად ძალიან კარგი ორგანიზაცია. պետքա գայինք անգամ მაესტროს ჩვენ მივწერეთ მაესტროს, რომ პირდაპირ ჩემპიონთან გვინდოდა ჩხუბი, მაგრამ უარი მიიღო. ამიტომ ჩვენ წავედით რუსეთში და იქ անգամ ուզում էինք որ
Прямо იმ მარზი ჩასომერს შემდეგ ღმერთმა მოგცა გზა. დოლიაშვილმა დაგვირეკა და გითხრა რომ გრან-პრი ტარდებოდა და შესაძლებლობა გვაქვს რომ მივიღოთ მონაწილეობა. და ჩვენ დიდი პატივისცემით მივიღეთ შემოთავაზება. უშат уже ხდება. մենք ეს გამაიმე ძალიან მიხარია რომ ჩხუბობ გამაში. გამა ერთი ოჯახია. ყველა ერთმანეთს პატივს. მინდა რომ გამას და საქართველოს სახელით წავიდეს საზღვარგარეთ და მოიპოვა არაერთი ტიტული შიშველი ხენებით ბრძოლაში. ընդունելենք իրենց։ Դե շատ տեղեր եմ կռվել։ ბევრ ქვეყანაში და ორგანიზაციაში მაქვს ნაჩხუბი. ისპანია, ბელგიაში, რუსეთში, ესპანეთში, სერბეთში და ჩინეთში. բայց gaman ես առանձնացնում եմ, որովհետև այնտեղ ես էլի շեշտեցի, որ ինձ ընտանիք են արդեն դարձել։ მაგრამ გამა ჩემთვის სულ სხვა. Բեռնակալ ու գամայի անունը միշտ ուժեղ շեշտենք ու հզորանանք და ძალიან მოწონს ეს ორგანიზაცია. ուժեղ ახალქალაქ უჟեղ ჯავახეთე. გრან-პრის და ზოგადად გამას შესახებ გავიგე მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. Я услышал, что гамма есть соревнования такие. მითხრეს რომ ტარდებოდა შეჯიბრებები მუშტიკრივში, შიშველი ხელები. Через историю я записался в этот. მაშინვე გავწერვიანდი გამაში. პირველი ბრძოლა ბათუმში მქონდა კონტენდერ ლიგაში. მეტოქე არ თუ ისე ძლიერი დამწყებს გავდა. Крепкий такой, слабенький. Оп, კარგი მხარი, ისევ მხარი. ნახე. მე მგონი ბოლო იდაყვი მოხდა. ლევონ მე მგონი ბოლო იდაყვი მოხდა უკვე. აი, საშკარად ეთყობა კრივის სკოლა. ნამდვილად იდეალური კრივის სკოლა აჩვენა. შესანიშნავი. მაგ ბრძოლის შემდეგ შემომთავაზეს ასპარეზობა გამაში. ძალიან გამოცდილ მეტოქესთან, სანდრო ჯაჯანიძესთან. Сандро. ამ ბრძოლისთვის უკვე სერიოზულად მომიწია მოსადება. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. რთული ბრძოლა გამოდგა. მაგრამ მოახერხე ბრძოლის საჩემო წამოება და გამარჯვების მოპოვება. მელიქიანმა გრან-პრის ყველა ბრძოლა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ნაირმა 3 წრე ისე გაიარა, რომ რინგზე ჯამში სულ რაღაც 142 წამი გაატარა. ოფში ჩეისპასო ვარ. რა თქმა უნდა არ ველოდებოდი რომ ასე მარტივად მოვიგებდი ჩემს წინაბრძოლს. რადგან ყველა ვარჯიშობს და შრომობს. որովհետև ինքնել აიმდემ პატრաստվում, ինքնել ակրտնում, ինքնել աշխատում იმდեմ. ამ ცხოვრებაში ადვილი ნამდვილად არაფერი არ არის. ոնց ասեմ, Յոսելյանն էլ հիմա ուժեղ տղա է. Յոսելյանը ძალიან კარგი ბიჭია. իր ակրտինքը ցնից եմ անում. კარგ ფორმაშია და მე მას ვაფასებ და დიდ პატივს. ყველაფერს რინგი აჩვენებს, ვინ როგორ მოემზადა. 26 აპრილს ყველაფერი ნათელი იქნება. Աստված որոշում ამ Յոսე. იოსელიანის გზა ფინალამდე მარტივი არ ყოფილა. მეოთხედ ფინალში სვანმა მებრძოლმა 76 კილოგრამ კატეგორიის მოქმედი დროებითი ჩემპიონი ნიკა ნოზაძე ძალიან დამაჯერებლად პირველი რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა. После боя Джаджанидзе ამ გამარჯვების შემდეგ ორგანიზაციამ შემოთავაზა გრან-პრიში მონაწილეობის მიღება. Будете выступать. დამირეკეს და მითხრეს. კიდე გრან-პრიზე იბრძოლა. თავიდან ბევრი არ მიფიქრია. 5 минут думаю, потом соглашаюсь. В итоге я согласился. И вот так вот. მე უკვე დავიწყე მომზადება ჩემს მწვრთნელთან ივან с Иваном Кузнецовым, тренером своим, подготовку на этот гран-при. И პირველ ბრძოლაში მეტოქე არც ისე ძლიერი იყო. პირველი წრე მარტივად გავიარე. Прошли первый раунд, выиграли. Второй бой тоже. მეორე მეტოქე საკმაოდ სერიოზული იყო. 76 გამას 76 კილოგრამის ჩემპიონი ნიკა ნოზაძე. В гамме. ამის მიუხედავად, Его тоже получается მასაც პირველივე რაუნდში მოუგე. ასე იმიტომ что он готовится хорошо. ძალიან კარგად და სერიოზულად გემზადებოდი. ასე მოვედი ნახევარფინალში. ნახევარფინალში ბრძოლა ზურა მარგიშვილთან უნდა მქონოდა. მაგრამ ავად გახდა და ბრძოლა გააუქმდა. ასე მოვხვდი ფინალში. ახლა კი 26 აპრილს ძალიან სერიოზული ბრძოლა მეის. Парень будет опытный. მოწინააღმდეგეს ბევრი გამოცდილება აქვს რუსეთში, RSS-ში და სხვა ორგანიზაციებში. И много в таких вот местах выступал. ნელი იქნება, მაგრამ მზად ვარ, სერიოზულად მოვემზადე. კიცედ მივდივარ გამარჯვებისკენ. Идти вперед и выиграть этот бой. ლადონ ოფში շատ ლადო ჩემზე 10 წლის დიდია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან ძალიან კარგ ფორმაშია. ლავ ტექნический ტღაა. ის ძალიან ტექნიკურია.
ლავაზგუმ ინქირა. კარგად მოძრაობს რინგზე. Իրեն շատ հարգում շատ ընդունում եմ, թող որոշվի այս բոյը, ով որ լավ ապարատ է։ Դա ვინც უკეთ მოემზადა და ვინც ღირსია, იმან გაიმარჯვა. Ես ոչ մի բան չեմ ասում, թող Աստված որոշի. Насчет подготовки на ფინალისთვის ინტენსიურად და აქტიურად ვემზადებოდი. Упорно. Сейчас последнее ბოლო время დღეებში უკვე სუბუქ ვარჯიშებზე გადავედი. уже на лайте работаем. И то, что соперник у меня ჩემი მეტოქე მელიქიანი უფრო შეტევაზე მუშაობს და უკან დახევაზე არ ფიქრობს. Мне больше на отходах работает, наверное, насчет этого, потому что он более ფეთქებადობა აქვს взрывной. პირველ და მეორე რაუნდებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია მის სტილს გავუმბლავდე და შევაჩერო. Главное техника. თავარია ტექნიკა და სიმშვიდე. Переживать, просто выходишь. უბრალოდ უნდა შეხვიდე და ისე იბრძოლო, როგორც ვარჯიშს. Тогда все получится. ასე ყველაფერი Мы გამო. готовы на 100% и покажем красивый зрелищный бой. Все думают, что ყველა ამბობს, რომ მელიქიანი для ფავორიტია, меня как бы как и მაგრამ Сандро был ჩემთვის фаворитом, ყველა ერთია. как Сандроც Нозадзе ფავორიტად фаворитом был. ითვლებოდა. Это для меня ничего не Нозадзе. является. Для და меня все ორივეს одинаково, მოვუ. все люди. ჩემთვის ყველა Из железа ადამიანი сделаны, რკინისგან так что არავინ არაა შექმნილი. мы готовы на это. მზად ვართ. И то, что думаешь, რაც что я შეეხება выступал იმას, больше რომ в ის клетке, უფრო там, ხშირად იბრძოდა это не შიშველი значит, что მუშტებით, я ეგ არაფერს слабче, ნიშნავს. получается, შელთათმანების в გარეშე пакетах. ბრძოლაში მეც Для კარგად меня тоже ვწვდ თავს. нормально там. Я тоже могу там работать. როგორც ორგანიზაციამ დაადასტურა, გრან-პრის გამარჯვებული 70 კილოგრამის ჩემპიონს დაუპირისპირდება. აღნიშნული ქამარი ამ მომენტში ბექა კორტალას საკუთრებაშია. თუმცა ბექას ქამრის დაცვა 26 აპრილის ივენტზე ვახო ციკლაურის წინააღმდეგ მოუწევს. ես չգիտեմ, вообще ვახო ძალიან კარგი ბიჭია და ამავდროულად ვაჟკაცი. შეიძლება მაშინ არ იყო կարող კარგი. ინქირენ ლավ ჩერეს. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს. ორივეს წარმატებას უსურვებ და ტრამვის გარეშე ბრძოლა ჩატარდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ გაიმარჯვებს. მე მზად ვარ რომ ქამარზე ვიჩხუბო. 26 აპრილს ყველას გელოდებით. ძალიან კარგი ივენტი იქნება. ბევრი კარგი მებრძოლი. მობრძანდით და დაგვიჭირეთ. ძალიან მაგარი და სისხლიანი ბრძოლები გელოდებათ. ყველა საბრძოლო ხელოვნების მოყვარულს ველოდები. Всех 26 апреля. Так что говорят, все ფავორიტობად ბევრი ლაპარაკობს. Насчет фаворита, кто может. ვნახოთ, Нет. ვის რა Покажем შეუძლია. красивый зрелищный бой, техничный. პირდებით ლამას Мастер-класс. სანახაობრივ Обычно ბრძოლას. мастер-класс покажем. როგორც ყოველთვის, Так что მასტერკლასი приходите, იქნება. кто მოდით, любит, кто უყურეთ. болельщики, все უგულ зрители. შემადგივრეთ. 26 აპრილს ქართულ საბრძოლო ხელოვნებების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სუპერ დაპირისპირება დააგვირგვინებს. ვის დარჩება დიდება და ფული, ყველაფერი რინგზე გადაწყდა.